მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ვნახოთ გზავნილი ბედისგან. და ვნახავთ ჯერ თქვენ სიგნიფიკაციას, ვნახოთ ახლა ვისთვის იქნება ეს სიგნიფიკაცია. ეს გაშლა უკვე სიგნიფიკაციას ვნახავთ. რა კარგი არკანები წამოვიდა. რა ლამაზ, ну, კარგი წამოვიდა, კარგი არკანები, ხო? აქ შემიძლია გითხრათ, რომ მაინც დედოფალი მინდა მოვძებნო მე პირველ რიგში, მაგრამ აქ რაღაცა სიყვარულო თემა გაქვთ, რომელიც არის თქვენთვის მართლა ძალიან მტკივნეული რა. შეიძლება დიდი ხანია. აი ნახეთ როგორი მომენტი არის. აქ შეიძლება დიდი ხანია თქვენ ხართ ისეთ გაურკვეველ სიტუაციაში, რომელიც თქვენ ძალიან გაწუხებთ. იმიტომ რომ არის თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომლისგან თქვენ არა გაქვთ ზუსტი რაღაცა პასუხი თქვა. ან ხო, ან არა. ან ერთად ვართ, ან არა ვართ რა. იმიტომ რომ ეს ადამიანი პრინციპში ახლა რო გითხრათ, ну, არ გაძლევს რაღაც სტაბილურობას, ისეთ სტაბილურობას, რომელიც თქვენ აი ვიგრძნო თავი მშვიდად თქვათ, ხო? ვიცოდე ურთიერთობაში ვარ, არა ვარ ურთიერთობაში. ну, ძალიან ბევრი აი რაღაცა გულის ტკენა გაქვს, მაგრამ აი რა მინდა ვთქვა, რაღაც თითქოს აი ჩუმი გულის ტკენა. აი რაღაც მოგივლის დამშვიდდებით რა, აი რაღაცა ესეთი მომენტები, მაგრამ ну, ეს არის მომენტი, რომელიც თქვენ მაინც გაწუხებთ, კი. აი ზოგჯერ მართლა ძალიან მოგეწובה, შეიძლება შეტყობინებას ელოდებით და არანაირი შეტყობინება არ არის და ემოციები უკვე არის გადავსებული და ზოგს შემიძლია ვთქვა, даже უკვე იმედგაცრუებაც აქვს საერთოდ რა, მაგრამ შემიძლია აი ამ კარტებით უკვე ვთქვა, რომ ეს იყო აი ეს უკვე შემიძლია ვთქვა, იყო თქვენთან, იმიტომ რომ უკვე ტუზი წამოვიდა. ტუზი რას ამბობს, იცით რომ ანუ ნახეთ, აქ არ არის ურთიერთობა, რომელიც ვთქვათ გუშინ გაიცანით თქვენ. არა. აქ არის ურთიერთობა, რომელიც არის რამდენიმე ხანი. აი შეიძლება რამდენიმე წელი, შეიძლება რამდენიმე თვე, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ აი ამ მდგომარეობაში იმყოფებოდით სულ. ანუ აქ ადამიანი არ გაძლევს თქვენ სტაბილურ რამე გადაწყვეტილებას. ანუ სულ ხართ აი გაურკვევლობაში, სულ. მაგრამ აი ზუსტად ნახოთ როგორი წამოვიდა კარტი, ეს თქვენ რაღაცა გადაწყვეტილებას ან იღებთ, ან უკვე მიიღეთ, რომ აღარ მინდა. всё, მე მინდა უკვე რომ ეს მე მივდივარ წინ, ეს მე უკვე გავუშვიე. აი ესეთი ენერგია მოდის ახლა აქ. დიახ. კი, აი ნახეთ აქ რა მომწონს, იცით რომ в принципе თქვენ, ну, ეხა ისე ახლა ფენას გვაძლევენ, ახლა გეტყვით რა. ეს ადამიანი რატომ აჩერებთ თქვენ ამ ადამიანს თქვენს გულში? ეხლავე გეტყვით, აჰა, მოვიდა ჩვენი ლამაზი გოგო. ბევრს მუშაობს თავის თავზე, ყოჩაღი, გადასარევი. ანუ ნახეთ, თქვენ პრინციპში აქ ერთადერთი არის ძალიან ესეთი კარგი მომენტი ის, რომ თქვენ ამ ადამიანზე იმის მიუხედავად, რომ აი ასე დღეში გაგდებთ, თქვენ ხართ როგორ იცით, ზოგი სხვათა შორის ჩერდება ამ ადამიანთან იმდენი ხანი, იმიტომ რომ ფიქრობდა, ну რა ვქნა, ჩემი მონათესავი სულია, ახლა გავდევარ ჩვენ გზას. იცით რა, ეს ყველაფერი ძალიან გადასარევია და კარგია, რა თქმა უნდა. როცა შენ გადიხარ რაღაცა გაკვეთილი და თქვენ უკვე გაიარეთ კი არა, რა ვიცი, მე უკვე ისწავლეთ მგონი თავიდან პირველი კლასიდან, უკვე ახლა რამდენია 12, ხო? მგონი უკვე 15 ჯერ გაიარეთ თქვენ ეს გზა მასთან. მაგრამ ეხლა არის როგორ, აი აქ შემიძლია გითხრათ, რამდენადაც რთული არ უნდა ყოფილიყო თქვენთვის, ხო? აქ თქვენ უკვე მე შემიძლია გითხრათ, რომ აღარ ელოდებით უკვე. აი აქ ადამიანი იქნება, როგორც ეს ლოდინი უაზრო, ხო, საერთოდ უაზრო ლოდინი არსებობს კიდევ. როცა ნახეთ, აი 1 წელი ველოდები, 9 წელი ველოდ, 3 წელი ველოდები, გინდა არ გინდა ჩემი იქნება, მომისმენთ? ეხლა შენ თუ ახლა გინდა ტანჯვა, არა აი
არანაირი პრობლემა, ოკეი. მაგრამ შენ როცა ხედავ, რომ ადამიანი არანაირ ნაბიჯებს არ აკეთებს, ხო? ადამიანი არანაირ სიტუაციას არ ცვლის. ადამიანი იქცევა ერთნაირად, წავიდა, მოვიდა, მერე ეს სტაბილურად მიდის, გაიგეთ სულ. ესე იგი, მოვიდა უცბად რაღაცა გააკეთა, შებადაჟე იჩხუბე, წავიდა. ეხეთ, აქ არ არის სტაბილურობა, არანაირ სტაბილური ნერვიულობა. კი ბატონო, სტაბილური ნერვიულობა აქ არის. მაგრამ სტაბილური ურთიერთობა არ არის. იმიტომ რომ აქ როგორ არის, ვუშვებ, მაგრამ ვუშვებ როგორ, იცით, სიყვარულით. იმიტომ რომ ადამიანი, ამხელა ზრდასრული ადამიანი ვერაფრით ვერ გაჩვენებთ თქვენ, რომ არის ზრდასრული პიროვნება. გამიგეთ? აქ ფარტუნაც არის, აქ რაღაცა იცვლება სიტუაცია თქვენთან. იმიტომ რომ ეს მომენტები, რომ კიდე აქ რომ ეს ჩემი მონათესავი სული, ეს ჩემი მომისმენთ, მონათესავი სულს, თქვენ გერევათ კარმულ პარტნიორებთან. გერევათ. მონათესავი სული არ ტკენს გულს. თუ ტკენს, იმ წუთშივე მოგიშუშებს რა. მონათესავი სული არის ის ადამიანი, ვისაც აინტერესებს შენი ცხოვრება, ყოველ დღე, რაც გამოჩნდა შენ ცხოვრებაში, როგორც კარგი მეგობარი, ხო ყავ თქვა დაუშვათ, რომელსაც აინტერესებს როგორ ხარ, რანაირად ხარ, რა ხდება, თუ დაუშვათ უნდა წავიდეს და დაიკარგოს თქვა რაღაცა დაგირეკავს, შეგატყობინებს, რომ მე იქ მივდივარ. არის ნერვიულო, მთავარია, არის ნერვიულო, მიხვდეთ, მაგას რა აინტერესებს რა. როცა არის კარმული ურთიერთობა, იქ არ არის ეგეთი რაღაცა. იქ არის ესეთი. უბრალოდ ეხლა რა თქმა უნდა, ეხლა ის ადამიანიც რომ მოდის ეხლა კარმული ეგრევე ვიცანი, ეგრევე ჩემია მგონი, ხო? და რისთვის არის ეს? იმისთვის, რომ თქვენ ესე იგი გაქვთ რაღაცა გასავლელი ამ ადამიანთან, მაგრამ ეს არ უნდა შეგიშალოთ რა. და აქ არის ეს გაუგებრობა, თქვენ შეგიყვანათ იმ სიტუაციაში რა, რომ თქვენ ეხლა დგახართ ერთ ადგილზე. კი, უკვე ეხლა უკვე ხართ იმ პერიოდში, ეძებთ საშუალებას, როგორ გავიდე აქედან, უკვე აღარ შემიძლია. და უკვე როგორ არის, იცით, ისეც მოლოდინით უკვე დაიღალეთ, ამ სიყვარულის დაცვიდაც დაიღალეთ და აქ უკვე ქალი აკეთებს არჩევანს იმის, რომ მე მინდა ბედნიერება. მე ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ვიყო კარგად. მაგრამ აქ არის ძალიან ისეთი ადამიანი, რომელიც არის ხოთშეს ძალიან მშრომელი. შეიძლება თქვენ დამხმარე პროფესიის ადამიანი იყოთ, რომელსაც ეხმარებით ბევრ ადამიანებს და უკვე რა ვიცი, სირთულები თქვენთან იმდენი გამოვლილი, რომ შეგიძლიათ უკვე სხვა ადამიანებსაც ანასწავლოთ, ან რაღაცა ურჩიოთ, ან თქვათ რამე, საჭიროა გოგოხართ, იმიტომ რომ არის ესეთ ახლა იმის მიუხედავად, ნახეთ რამხელა გული გაქვთ, ხო? უბრალოდ თქვენ გულს არ ხურავთ, თქვენ აქ რაღაც იმედსაც არ კარგავთ რა, რაღაც ესეც მინდა თქვა აღნიშნო რა. იმიტომ რომ თქვენ უკვე მთელი ცხოვრება თქვენ თვითონ ქმნით თქვენ ცხოვრებას და აქ ადამიანი არ ელოდება სიყვარულს იმისათვის, რომ თქვა დაუშვათ მე რაღაცა პრობლემები გადამიწყვეტოს. არა ხარ თქვენ ეხლა, თქვენ უკვე დიდი ხანია დაამთავრეთ ამაზე ფიქრი. თქვენ გინდათ სულ სხვა რაღაცა და აქ დაჟე შემიძლია გითხრათ, რომ აღარც შეტყობინებას უკვე არ ელოდებით, თუ დაუშვათ ეს ადამიანი დიდი ხანი წავიდა და აქ უცბად მოხდა რაღაცა ისეთი, შეიძლება რომ ადამიანს მოუწია სადღაც წასვლა. შეიძლება როგორ გითხრათ, რომ მაგრამ ისე წავიდა ადამიანი, რომ რა ვიცი, დაჟე შეიძლება არც შეგატყობინათ, რაღაც ან თუ გითხრათ რა ვიცი, გამიკვირდება ძალიან. მიხვდეთ, თუ იცანით თქვენი თავი, ვნახოთ ეხლა ჩვენ რა გზავნილი არის თქვენთვის თქვენი ბედისგან. დღეს რა ვიცი, რაღაც ეგეთი თემა მომივიდა. მოდით ვნახოთ ეხლა ჩვენ. რატომღაც მინდოდა რამდენიმე დასტა ხო, მაგრამ შევხედოთ ეხლა როგორ წავა საქმე. ჯერჯერობით კლასიკა მინდა. ხო. კლასიკას ხათაშორის ვიწყებთ ჩვენ 20-ში. უკვე კურსი იქნება, ვინც კიდე არ იცით, შეგიძლიათ დაესწროთ.
15-ში და 16-ში და 17-ში გვაქვს ჩვენ უფასო მარათონი. ლინკი დევს ვიდეოს ქვეშ გადასასვლელია. შეგიძლიათ დაესწროთ, გაიცნოთ ეს სისტემა რანაირად მუშაობს და თუ გაინტერესებს თქვენ სამის წაკითხვა, შეგიძლიათ ჩაიწეროთ უკვე ჩვენთან კურსზე. წელიწადში ორჯერ მარტო ვიყვან ჯგუფს, იცოდეთ და ვისაც გინდათ გაიგეთ ყველანაირი ინფორმაცია ჩემ დამხმარ ჯგუფში. ლინკი ყველაფერი ვიდეოს ქვეშ არის. Так, დავიწყოთ ახლა ჩვენ, ანუ პირველი გზავნილი ვნახოთ ბედისგან რა უნდა რომ გითხრას თქვენ ბედმა, აი ასეთ ადამიანს, რომელიც ვნახეთ. რა გზავნილი არის თქვენთან პირველი? გადასარევი. აქ რას გვეუბნებიან? შენ აქ გაიარე ძალიან ძლიერი ტრანსფორმაცია. გაიარე. აი ნამდვილად უკვე შენ მივხვდი რომ შენ როგორც იყო, ეგეთი ცხოვრება არ გინდა. აქ არის ზუსტად ახალ რეალობაში გადასვლა რო იტყვიან რა. აქ თქვენ გამზადებს სამყარო ბედი თქვენი ახალი გზისთვის, ბედნიერი გზისთვის. იქ სადაც შენ უკვე თვითონ პასუხს აგებ შენ ცხოვრებაზე და იმას ისე ქმნი როგორც შენ გინდა. იმიტომ რომ შენ უკვე აქ მახალი ძალები გეუბნები რომ всё, გაიარე, დავსვით ჩვენ წერტილი უკვე შენს აქ ტრანსფორმაციებს, უკვე შენ სწორი არჩევანიც გააკეთე და დაგვანახა საკაც რომ ხამა აირჩია, ესე იგი ანუ შენთვის საერთოდ მზე ეს მე ვარ. მე, ხო? ანუ ესე იგი ხო, მეც ვარ. თქვენ ხართ. ნუ მივხვდით, ხო? ამიტომ შენ უკვე გაიარე დაასრულე ტრანსფორმაცია და მიდიხარ უკვე შენს გზაზე, იქ სადაც შენი სინათლე ანათებ. და პლუს კიდე ეს ტრანსფორმაციები, რომელიც იყო შენში, აი თითქოს გაგინათეს შენი გზა და შენს გახდი შემჩნეული, ხო? ანუ ჩანხარ, გამოჩდი. იმიტომ რომ როცა ადამიანი ზის მთვარეში, ხო და ჩვენი პირველი ეხა ავიღე ესა, იმიტომ მიყვარს ხოლმე რომ დავტოვებ სიგნიფიკაციას, ნუ არა უშავს. ანუ ესე იგი, როცა შენ მთვარეში ზიხარ, შენ არ ჩანხარ. და როცა შენ უკვე აირჩი ის გზა, სადაც მე მინდა რომ მე დამინახონ, მე მინდა რომ დავეხმარო სხვებს. ეს თქვენი ტრანსფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში იმისათვის, რომ თქვენ აი აქ ადამიანი საჭირო ხართ, ადამიანი, რომელიც ნახეთ, თქვენ ახლა შეიძლება მართლა, აი მე ახლა რამდენი კონსულტაციას ვატარებ და ნუ გვაქვს ამაზეც საუბარი ხოლმე დამხმარ პროფესიებზე ასე შემდეგ და მაგრამ პროფესია ზოგჯერ არ არის საჭირო. უბრალოდ ადამიანში დევს იმდენი ცოდნა, იმდენი სიბრძნე, ზოგმა არ იცის სად გამოიყენოს, აი ზუსტად და კარგად რომ გამოიყენოს შენი რესურსი, ხო? მაგრამ ნახეთ, თუ შენ დაუშვათ ამჩნევ, რომ აი მოვიდა შენთან ვიღაცა, რაღაცა კითხა, შენ ურჩიე და იმ შენ სივრცეში მე-13 ენერგია, როცა შენ სივრცეში იცვლება სხვა ადამიანების ცხოვრება, შენი რჩევებიდან, შენ თვითონ ხარ უკვე, ანუ ადამიანი ტრანსფორმატორი, რა. და ასეთი ადამიანი, როცა ხვდება სხვა ადამიანებს, აქ ბევრ ადამიანს უნდა შეხვდეთ თქვენ, თქვენი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ თვითონაც არ შეგეშინდათ შეხვედეთ ტრანსფორმაციაში, გაიარეთ ეს ტრანსფორმაცია და ეხლა უკვე თქვენ შეგიძლიათ ამ თქვენი გამოცდილებით დაეხმაროთ სხვებს. და ზოგჯერ თქვენ აი შეიძლება გაგიკვირდებათ, რომ ვაიმე, არათუ მეკითხებიან, მე რა ვიცი, მაგრამ აი როგორც ვთქვი, თქვენი რჩევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ვიღაცებისთვის და მე ხვდები თქვენ რომ ადამიანის ცხოვრება შეიცვალა. და თუ ამას თქვენ ამჩნევთ, ესე იგი უკვე თქვენ ისედაც დამხმარე სული ხართ იმ ადამიანებისთვის, ვინც მოდის თქვენთან. ნუ რა თქმა უნდა, თუ შენ გინდა ეს როგორც პროფესიონალური აიღო, ესე ნუ ან ფსიქოლოგი უნდა იყო, ან ტაროფსიქოლოგი, ან ასტროლოგი, ნუ აი ესეთი პროფესიის, რომელიც ახლა ადამიანს შეუძლია უთხრეს, რატომ
ხდება ის, რაც ხდება შენ ცხოვრებაში, რა შეგიძლია გააკეთო იმისთვის, რომ შენი ცხოვრება გამოსწორდეს. რა თქმა უნდა, მე თქვენ ახლა არ გიბიძგებ, მკითხაობა, ვისაც უყვარს, კი ბატონო, მკითხაობა არ არის ესეთი თემა, რომ თქვათ ახლა აგისრულდეს, როცა შენ ახლა უკვე სხვანაირად ფლობ თუნდაც ტაროს, შენ უკვე შეგიძლია ადამიანს მისცე, 99%-ით მაინც ზუსტ ინფორმაციას, იმიტომ რომ შენ არა გაქვს დამოკიდებულებას უკვე ამ ინსტრუმენტთან, კიდევ ასტროლოგიაც, ხო? ანუ ნებისმიერ ნუმეროლოგია, ხო, მით უფრო და შეგიძლია უკვე ისწავლო რამე ესეთი პროფესია, თუ იცი, უნდა გამოიყენო. იმიტომ რომ აქ ბედი გეუბნება, რომ შენ თვითონ იმდენი რამე გაქვს გამოვლილი უკვე ცხოვრებაში, გაქვს შენ უკვე რაღაცა ნასწავლი კიდევაც, ხო? გამოცდილებაც გაქვს და შეგიძლია უკვე აერჩიოს გზა, სადაც შენ იქნები საჭირო სხვებისთვის, იმიტომ რომ გაქვს მაგისი უნარი, ძალიან მაგარი და პლუს კიდე ეს არის შენი ბედი. ეს არის შენი ბედი. ეს გზა. იმისი, რომ შენ უნდა იმით, რომ შენ დაეხმარე შენს თავს, ეხლა შენ გახარ უკვე даже გახდი პროფესიონალი ისეთი, რომელიცაც შეუძლია ან გადაწყვიტე, რომ გახდე პროფესიონალი, ან უკვე გახდე, ხარ უკვე იმ გზაზე, რომ უკვე დავეხმარო სხვებს. გამიგეთ? და თან ძალიან მასშტაბურად შეგიძლია იმუშაო, აქ ძალიან დიდი პოტენციალი გაქვს შენ. აი აქ. მიხვდეთ? იმიტომ რომ უკვე პრინციპში, ის ცოდნა, რომელიც შენ დაგეხმარა, ეხლა საჭიროა სხვებს დაეხმაროს. ეს, რა ვიცი, რაღაც ძალიან ისე გითხრა დღეს ჩვენ ტარომ. მოდით ახლა ვნახოთ სხვა დასტაც მინდოდა ამეღო დღეს. კიდე რა გზავნილი არის შენთვის ბედისგან, ნახოთ, კიდე. აქ ახლა სულ მცირე ძალიან ისე შენი ცხოვრება იცვლება ყველანაირად და მიდიხარ ბედნიერებისკენ. აი ეს არის. სხვათა შორის თუ ვინმეს კიდე კითხვა გქონდა თქვენ შვილი მეყოლება თუ არა, აქ არის ძალიან დიდი ალბათობა, რომ კი. იმიტომ რომ თქვენ თუ დაუშვათ ან მკურნალობა გქონდათ, ან დაუშვათ თქვენ ახლა აი შვილის თემაზე კი. так, შემდეგი. ნახოთ კიდე რა გზავნილი მოდის თქვენთან სამყაროსგან. ნახოთ კიდე რა გზავნილი. აჰა. ой, რა კაია. აქ ნახეთ ახლა შეიძლება აქ უკვე რამდენიმე თან რაღაცა მოდის აქ შანსი, მოიცადეთ რაღაცა საინტერესო შანსი მოდის. ეხლავე გეტყვით ჩემო სიხარულებო, ახლა რა წამოვიდე ასრულებ და მე. ღმერთო, კაი, მერე და წავიდა ეხლა იქ სადღაც. так, всё, მოიცადეთ ჯერ აქ დავუბრუნდე, რომ მომიყვა მთელი ისტორია. ესე იგი, ნახეთ აქ რა ხდება. მადლობა, მაგრამ ამ წუთში არ მინდოდა ამდენი ისტორია, ჩემო ძირფასო დასტა. ეხლა ნახეთ, ჯერ ეს უთხრა. გზავნილი, პირველ რიგში. აქ თქვენმა სასიყვარულო ისტორია მიგიყვან თქვენ, აი არ გამიკვირდება, რომ ვიღაცა ხარ თქვენ, აი ან ხართ, ან მერე ვინც ნახავს ამ გაშლას, ან შეება დღესაც პირველად შეიძლება ვიღაცა უყურებს ამ გაშლას, საერთოდ ტაროს გაშლას. იმიტომ რომ აქ იყო რაღაცა ისტორია სასიყვარულო, რომელმაც ადამიანს აი კიდე ერთი საკრალური თქვათ, ცოდნა დაანახა. კიდე აქ ვიღაცა ბედი რას გეუბნებათ, შენ სხვანაირად დაინახავ საერთოდ აი ტაროს სისტემას. ეს უეჭველი, რომ ყურუმი როცა გამოდის, ყურუმი არის მფარველი ტაროს, ეს არის უეჭველი. კიდე ვიღაცა რაღაცა სიტუაცია
გაგიხსნის თქვენ ძალიან აი თქვენი ინტუიცია, აი უფრო თითქოს იგრძნობთ თქვენ მეტად თქვენს პოტენციალს. აუცილებლად აქ ვიღაცა შეიძლება ისწავლეს ახალ პროფესიას. აი რომელიც თქვა თქვენ დიდი ხანი შეიძლება ფიქრობდეთ, მაგრამ რაღაცა ისეთი მოხდება, რომ იტყვით რომ მორჩა მივდივარ და უკვე უნდა ვისწავლო. ამიტომ რომ დიდი ხანია გინდოდეთ, მაგრამ შეიძლება მასწავლებელს ვერ პოულობდეთ, შეიძლება კურსს ვერ პოულობდეთ, შეიძლება კიდე რაღაცა ყველას აქვს თავისი რაღაცა მომენტები, მაგრამ ვერა. აი აქ გადაწყვეტილებას თქვენ მიიღებთ, რომ იტყვით რომ კი მე ამ შანსს ვერ გავუშვებ, იმიტომ რომ რაღაცა შეიძლება ისეთი შეტყობინებას, ან ისეთ შეიძლება даже გზავნილს წაიკითხავთ, ან სტატიას რამეს, რა ვიცი, რომელიც თქვენ გაფიქრებინებს, რომ всё, მორჩა, მე ასე მინდა. იმიტომ რომ, რაღაცა შანსი მოგეცემა თქვენ და აუცილებლად ამ შანსს გამოიყენებთ თქვენ ყველა ვარიანტში. ეს არის აი ძალიან მაგარი შანსი, რა თვითბედი გიგზავნის თქვენ, აი ძალიან მაგარი შანსი. და აქ ახლა კი, ზოგისთვის კი რა თქმა უნდა ეს არის, რომ მაგრამ აქ როგორი თემა არის, იცით? აქ ვიღაცა, აქ არ არის დაბრუნება, ვერ ვეტყვი რომ დაბრუნება. აქ შეიძლება ნახეთ კიდე როგორი მომენტი იყოს ვიღაცისთვის, ბედი გიგზავნის თქვენ ადამიანს, რომელსაც თქვენ არ იცნობთ, იცოდეთ. მოდის ეს ადამიანი, შეიძლება თვითონაც გქონდა რაღაც პრობლემები ამ ადამიანს, მაგრამ თქვენთან მოდის ახალი ადამიანი, აი აქ უეჭველი რა. ეხლა გინდათ თუ არ გინდათ, ეხლა საჯარო გაშლა არის, ხო ხტები და თუ არ გინდათ, ესე იგი თქვენთვის არ არის ეს გზავნილი, ხო? მაგრამ შეიძლება ზუსტად თქვენ შეხვდებათ ეს ახალი. ეს ასე ხდება ხშირად, რაც არ გვინდა, ისიც მოდის. ამიტომ უბჟე ყოველთვის დაფიქრდეთ თქვენ, თუ რამე არ გინდათ, იძახეთ, არ მინდა რა. იმიტომ რომ არ კითხულობს სამყარო და გიგზავნის რა და მე იტყვით რომ მე ეს ჩემსაც ველოდები და არ მოვიდა არც მოუწერი არაფერი და ეს ახლებმა შეჭამეს ტვინი რა. რატო და იმიტომ რომ შენ ახლა არ მინდა სამყარო კითხულობს მინდა. მიხვდეთ? აი ეგ არის რა, ეგრე მუშაობს. ამიტომ სხვანაირად ჩამოაყალიბეთ თქვენ ახლა ეს თქვენი სიტყვები რა. ხო. კიდე აქ არის როგორი მომენტი, იცით? შეიძლება ვიღაცასთან მოვა შეტყობინება, აი საერთოდ არ ვიცი ეს თითოეულისთვის იქნება, რაღაცა შეტყობინება, იმაზე რა ქვია მაგას ღმერთო ჩემო, მემკვიდრეობაზე რა, რომ გადასცემენ. აი მაგაზე შეიძლება რაღაცას გაიგებთ თქვენ ინფორმაციას, მაგრამ ყველა ვარიანტში აქ ბედი გიგზავნის თქვენ ძალიან მაგარი საჩუქარს. ეს საჩუქარი შეიძლება იყოს მამაკაცი, შეიძლება პარტნიორი სიტყვაზე, ხო? ეს შეიძლება იყოს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი წერილი, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე იმოქმედებს. შეიძლება აქ რამე საიდუმლოსაც გაიგებთ თქვენ, მაგრამ აქ როგორი საიდუმლოა, იცით? აქ არის საიდუმლო, რომელიც გაგეხარდება და რომელიც თითქოს მოგცემს, აი კიდევ კაი ეს გავიგე და ეხლა ადვილად შემიძლია თქვა და თუნდაც დაუშვათ წასვლა ურთიერთობიდან. დაუშვათ, ხო? აი გინდა, მაგრამ რა ვქნა ვერ მივდივარ, რაღაც მიზეზები და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ აი აქ იმენა ისეთი მომენტი იქნება, რომ გაგეხარდება, ეთქი ღმერთო, მადლობა, რომ ეს საიდუმლო მითხარი გამიხდი, რომ თვალები რომ ეხლა გავიგე მე ეს ყველაფერი, მიხვდეთ? იმიტომ რომ აქ შეიძლება აი ეს კარტი რო წამოვიდეს, შეიძლება თქვენი სასიყვარულო თემებზეც იყოს რაღაცა მომენტი, რომ თქვენ განთავისუფლდებით ამ სიმართლით, განთავისუფლდებით რაღაცა ფიქრებისგან, რომელიც თქვენ ნერვებს გიშლიდეთ. იმიტომ რომ აი აქაც იგივე გამოდის, რომ რაღაცა შეიძლება ან მიხვდებით თქვენ თვითონ, რაც ეხლა უკვე всё იტყვით, რომ მორჩა რაღა შანსები და რაღა ისა, მიხვდეთ? და უკვე აქ ახლა ვერ ვეტყვი მე რომ რამე ისეთი გაგეხარდებათ, იცით რა არის? არჩევანს გააკეთებთ და თქვენს თავს აერჩევთ. ბედნიერებას აერჩევთ. აქ ნახეთ რა ხდება. ახალი ადამიანი მოდის თქვენთან, უეჭველი. გოგოებო რა არის? აი ძალიან პატარა პროცენტისთვის იქნება და ბიჭებოს. აი მე თუ ხედავთ, აი ვერ ხედავ და მე მეც ნერვები მეშლება რომ ვერ ხედავთ რა. დღეს კამერა ვერაფრით ვერ დავაყენე.
მინდა ზოგჯერ აი ესეც გადავიღო, რომ თქვენ მარტო მე კი არ მიყუროთ, არასოც დაინახოთ რაღაცები და დღეს კამერა მოკლედ ვერ დავაყენე ვერაფრით დამტანჯე. აქ, ასე ხო? ჩანს მე მგონი. ანუ ნახეთ აქ როგორი ისტორიას კიდე გვიყვებიან ჩვენ აქ აი შეხედეთ სხვაობას თუ ხედავთ თქვენ კლასიკაზე რამდენი ხანი სამ კარდზე გელაპარაკეთ და არაყოლე მაინც ითხოვს ბევრ კარტის ამოღებას. აი ეს არის ძალიან დიდი სხვაობა კლასიკა როცა იცი კარგად და მე ესე რა ქვია, ნუ ესეც კარგად ვიცი, მაგრამ აქ სამ კარდზე რამდენი რამე მოგიყევით. აი ეს არის სხვაობა ორაკულის და ტაროს ნუ ნამდვილ კლასიკის შორის. Так, შემდეგი ნახეთ რა ხდება. ესე იგი, ანუ აქ არის როგორი სიტუაცია, ნახეთ, აქ არის ადამიანები, რომელიც არის წყვილი, მაჩვენებენ წყვილი, რომელიც სადაც არის ცოტა გაუგებარი თემა რა. არიან კი, მანძილზეც იქნებიან ეს ადამიანები უეჭველი, არ გამიკვირდება, მაგრამ ნუ მანძილი შეიძლება, ხა ნუ საჯარო გაშლა და ამიტომ ახლა ყველაფერი შეიძლება იყოს. მაგრამ აქ რა ხდება? აქ უკვე ნერვები აღარა აქვს არც ერთს არც მეორეთ, იმით რომ არიან ძალიან ანუ ნუ ბევრი რაღაცები რა გაიარეს და უკვე თავის ტკივად და უკვე აი გაშვება გვინდა რა. აი აქ ეგეთ რამეს ვხედავ მე. ან უკვე დავამთავროთ რაღაცა და უკვე სხვათა შორის კიდე აქ როგორი მომენტი არის, იცით რა შეიძლება გაიგო თქვენ? რომ ეხლა რა დღეშიც იყავით თქვენ, მასე დღეში არის ეს თქვენი პარტნიორი. აი საიდუმლო სხვათა შორის შეიძლება გაიგოთ თქვენ. რომ ნამდვილად ეხლა, ანუ მე რა დღეს რაც მე გამოვიარ, ეხლა ამაზე გადავიდა. გავიგეთ? იმიტომ რომ აქ უკვე თქვენ, აი თითქოს განთავისუფლდით. ნახეთ თქვენს უკან არის ეს ყველაფერი, განთავისუფლდით. და ეს თქვენი ძვირფასი პარტნიორი არის ასე დღეში, რომ უკვე ნერვები და ყველაფერი უკვე არ იცის რა გააკეთოს რა. და შეიძლება ამ მაგისგან ეხლა წამოვიდეს რამე თემები, შეიძლება, მაგრამ აი აქ იქნება როგორი სიტუაცია. აქ თქვენ აკეთებთ არჩევანს. რა გინდა თქვენ? თქვენ ხოლო დაფიქრდით კარგად. თუ 1500 ჯერ ადამიანმა ერთი და იგივე რამე გააკეთა, დაფიქრდით. ვაპატიო, მივიღო, მჭირდება, არ მჭირდება. აქ თქვენ უკვე აი ამ პერიოდში, როცა ეს ქონდა თქვენ აი აქ არ დავიწყება, თქვენ უკვე თქვენი თავი მოიპოვეთ. თქვენ უკვე ფეხზე დადექეთ. თქვენ ბევრი რაღაცები ისწავლეთ. იქაც სიგნიფიკაცია გაიხსენეთ როგორი იყო. ამიტომ აქ შეიძლება იმ შემთხვევაში თუ დაუშვით ეს ადამიანი შეიცვალა, მაგ შემთხვევაში მიეცეთ მაგას თქვათ, ეხლა ის საშუალება რომ კიდე შანსები რო თქვათ, ხო? იმიტომ რომ მე აქ რატომღაც მაინც მაგ ეჭვი შეიძლება ეს იყოს იცნობთ ამას? ნუ კაი, ახლა მოდით არ იმას ვიზავახლა, კი, ეს არის ადამიანი, რომელსაც თქვენ იცნობთ. აქ ამ ადამიანმა გაიარა შეიძლება ის დღეები, რაც გაიარეთ თქვენ, მაგრამ მაინც დააკვირდეთ რა. ნუ ბედი გეუბნებათ, რომ კი, შეიძლება ზოგმა დაასრულა დიდი ხანი, შეიძლება ქმარი ვაფშე იყოს თქვენი რა. მაგრამ ქმარი რო იყოს, აქ შეიძლება სხვაობა ქონდეთ ასაკში, რომ ცოტა მაინც იმპერატრიცა და მეფე. ნუ ან სტატუსი უფრო მეტი გაქვთ რაღაც, ან გამოცდილება მეტი გაქვთ რა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი, რომელსაც თქვენ არ უშვებდეთ გულიდან, მაგრამ რაღაც მოხდება აქ თითქოს აი ტრანსფორმაცია ისეთი, რომ შეიცვლება სიტუაცია და ნუ შეიძლება თუ ნუ მიხვდებით რა, დაელაპარაკეთ მაგას ჯერ და მე მიხვდებით თუ მართლა მოვიდა ჭკუაზე და რამე შეიცვალა მასში, მაშინ კი. მოვიდა მე ვკითხოთ აბა ჭკუაზე თუ რას გვაჩვენებთ ჩვენ რაღაც ძალიან ბედნიერებას გვაჩვენებთ. რა გაიგო? გაიგო. რო არ მინდა დავკარგო ეს სიყვარული ნამდვილად და რო არასწორად ვექცეოდე და ეს რო ნამდვილად ეს ადამიანი ნუ ხდება რა, რომ რაღაც არასწორად ვაკეთე რა. ეს მის დღემში ეს ხან იქით ვარ, ხან ცივა, ხან ცხელა რა, ეგეთი მომენტები გქონდათ რა სულ და ეხა რაღაცა რა ვიცი, გაკვეთილები ვისწავლე, სადღაც წასული იყო იმის შორის, სადაც იყო ეთყობა იქ თუ გაიგო რამე მაგან
რა გაიგე, აქ რაღაცა პერიოდი ეტყობა, ეს ადამიანი იყო მარტოობაში რა და იქ შეიცვალა და რა გაიგე? რა გაიგე და ის გაიგო რომ თქვენ ხართ მისი ყველაფერი, მე მგონი აქ ღმერთს ახლა წებოდა რომ ოღონდაც გთხოვ ღმერთო რომ და ეს ვინ არის შენი მზედამთვარე, მითხარი ახლა? ჩემი გოგო. უსაყვარლესი, რომელთანაც მე არ მქონდა არანაირი კავშირი და მე თვითონ დავხურე ყველაფერი, ნერვები ვუშალე, ვაწყენინე. აი ზუსტად ის თემა რა, სიგნიფიკაცია გაიხსენეთ, თავის თავს ძალიან კარგად აბრალებს. და გავიკეთე, ხო? არ მოულოდნელად, არაფერიც არ უთხარი. ნუ შევა აქ სამუშაოდ წავიდა. მაგრამ სიყვარული მაინც გულში მქონდა, მე არასოდეს არ ეს ქალი მაინც ჩემთვის არის ყველაფერი და მაგის იმპერატორი ვარ მე, აჰა. კაი, მოდის ტრანსფორმაციის მერე, მოდის და დიდი სიჩუმის მერე. ვინც ელოდებოდეთ გოგოებო, რაღაცები გაიარა ამ ადამიანმა და ნამდვილად გაიაზრა რაღაცები რა. всё. ну ვისაც გინდათ ახლა თქვენ ეს სიტუაცია თუ თქვენია ან კიდე გინდათ რომ გაიგოთ ნამდვილად თქვენია, ну პირადი კონსულტაციას არავის არ გაუქმებია, თუ გინდათ მოდით და გავარკვიოთ მერე ცალკე. და всё, ჩემო სიხარულები, მე მგონი დღეს ბევრი ისედაც გვითხრეს ჩვენ ტარო. მე მინდა გისურვოთ თქვენ რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის სიხარულს, ბედნიერებას და წინსვლას და რა ვიცი თუ რამე კარგი ყველაფერი აბსოლუტურად თქვენთვის, ჩემო კარგებო. აი ეს არის ძალიან მაგარი თემა. შეიცვლება თქვენი სიტუაცია, მიდიხართ ყველა ვარიანტში ბედნიერებისკენ, სიუხვისკენ, ჯამრთელობისკენ და თქვენი ოცნებისკენ.